ტექნოლოგიები რა. გაგორახს. კარგად. ხვიდი. შევიდრათ საფრთხეების ვადი. თორნიკე, მადლობა პროექტშტუმრობისთვის. ბერიკალი კოლა შეგიძლია მიირთვა. ანუ პროცეულის ფანტა. ფოტოშოპის ცივად გვაქვს აგენ მაცივარში. ყველაფერი. სადვართ. რაღაცა ეკოლოგიურად ძალიან მწვანე გადაცემა გამოგვდის, იმიტომ რომ მზის ენერგიასთან შენ ასოცირდებ. კი. აგერ ელექტრომობილით ვარ. კი. მასტამტენების ადგურზეც მივიდეთ. მწვანე ენერგიასაც ვეზიდებით დიზელის აწოლზე მომუშავე ტრანსპორტებით, მაგრამ ჯერჯერობით ეგ ვერ შეიცვალა, მოკლედ. მაგის თქმა მინდოდა ეხლა, რომ ამ მანქანაში თუ მზის ენერგიით გამომუშავებული ელექტროენერგია არის ჩამოხტული, მაშინ შენ მწვანე ხარ. თუ შენ დაწვავ დიზელს ან გაზს და იმითი ნაწარმოები ელექტროენერგიით დამუხტავ, მაშინ აღარ გამოდიხარ მწვანე. ბოსადგურის ენერგიით თუ დამუხტავ? ბოსადგურით კი, რა თქმა უნდა. დავიწყოთ თემით, რომელიც უკავშირდება ბიზნეს დამოკიდებულებას. ისევ ძვირი სათამაშო გონია თუ არა, ასე ვთქვათ, ბიზნეს მზის ენერგია, მზის პანელები და მისი მონტაჟი და რეალურად როგორია, უგება როგორია, რამდენი ხანი უნდა იმუშაოს მზემ, რომ რაც ინვესტიცია დაიბრუნო. იცი როგორი იყო, ჩვენ ხო დავიწყეთ ბიზნესი 2017 წელს და მაშინ ვიყავით პირველები რაღაცა ინოვატორები ამ კუთხით და ვიბრძოდით, რომ ეს ტექნოლოგია მიგვეტანა მომხმარებლამდე და თან დაგვერწმუნებინა, რომ ეს ყველაფერი მუშაობს. და მე რაღაცა პერიოდის შემდგომ უკვე დაახლოებით გულისხმობთ 2-3 წლის წინ ეს ყველაფერი უცებ ისე, არ ვიცი, ეთყობა რაღაც ქართული ფენომენიც არის ეგ რა, რომ ერთმა რო იყიდა ახლა თავიდან პრიუსები რო იყიდეს და ყველა ამბობდა რომ მე ჰიბრიდზე არ დავждებიო და მე რა ყველა ტაქსიდან დაწყებულია ყველაფერი, ანუ გაჰიბრიდებული არის, მოდი ესე ვთქვათ, ხო? იგივე მოხდა აქაც. ჩვენ მქონდა შაშან და შაშანწინ აფეთქება მზის ენერგეტიკაში, იმიტომ რომ როგორი ადამიანები აყენებდნენ, იცი, რომ ვიღაცა, რა ვიცი, ვიღაც კარტოფილი მოყავდა და გადაწყვიტა, რომ მზის ენერგეტიკაში შეეძლო ინვესტირება. ანუ ამ დონემდე იყო. ხა ჩვენმა კომპანიამ შაშან 30 მეგავატის სიმძლავრე განავითარა, მაგრამ მანამდე თუ სხვა ჯამურად, ხო? ჯამურად კი, მაგრამ მანამდე ჩვენ თუ პირობითად ბაზრის რაღაცა 40% გვეჭირა ჩვენ კომპანიას, ხო? შაშან შეგვიმცირდა ეს წილი. იმის გათვალისწინებით, რომ კი ჩვენ კი ბევრი დავაყენეთ ვიდრე წინა წლებთან შედარებით, მაგრამ მომხმარებლების ინტერესი იმხელა იყო, ჩვენ ამას ვერ ვაკმაყოფილებდით და ძალიან ბევრი სხვა კომპანიაც გაჩნდა, ბევრმა თვითონ დაიწყო პროდუქტის ჩამოტანა და მონტაჟი, ანუ მიმრებლობა გაჩნდა ამ ტექნოლოგიის ძალიან მაღალი. და ეს ყველაფერი გრძელდება, ანუ აღარ არის ეს რაღაც 2017 წელს რომ მახსოვს, როგორ კითხვებს სვავდნენ, იცი, რომ რა ვიცი, რაღაცა დაავადებებს ხوار იწევს პირობითად, ხო? რაღაც, ანუ ეს ყველაფერი კი გადალახული არის. ვფიქრობ, რომ ხალხმა მეტი იცის არა მარტო მზის პანელებზე და მზის ენერგეტიკაზე, არამედ ზოგადად ენერგეტიკაზე. ჩვენი მიზანი არის, რომ ადამიანებს აუხსნათ, როგორც, რა ვიცი, მაღაზიაში შედის და პომიდორს ყიდულობს, ელექტროენერგიაც იგივენაირი პროდუქტია და თვითონაც შეუძლია, რომ ეს აწარმოოს. და ამას ახლა მზის ელექტროსადგურით ენერგეტიკით გააკეთებს თუ სხვა სახით, ანუ ეს პროდუქტი, როგორც პროდუქტი ისე უნდა აღიქვას რა. ხო, არ აღიქმება როგორც პროდუქტი. ხო, არ აღიქმება როგორც რაღაც მოგაწოდეს, ფული გადაიხადა. ხო, მოგაწოდა ვიღაცამ, ხო, ვიღაცამ და ანუ ვერ გძნობს, ანუ ბმას ვერ გძნობს. აი ეს პომიდორი იცის, რომ ვიღაცა ფერმერმა მოიყვანა, მაგრამ აი აქ ეს გძნობა არ აქვს, დაკარგულია ხომხმარებელს. ამიტომ ეს ყველაფერიც მე ნელა ცვლიდით ამას და შეცვლილია, უფრო გაზრდილია და ეს ყველაფერი აღარ არის რაღაცა სიახლე. თან მით უმეტეს უკვე ხდებიან რა ტენდენციაც გლობალური მიდგომით ყველაფერს კითხულობს ადამიანი დღეს უკვე სოციალურ ქსელში, ინტერნეტში და ამ შემდეგ და რა ვიცი შეუძლია ხელოვნური ინტელექტით გადაამოწმოს ნებისმიერი რა ვიცი წყარო ამ სიმართლე არ არის სიმართლე და ამ შემდეგ და აი ამ ყველაფრის დამსახურებით ეს უკვე აღარ არის რაღაცა სიახლე, არამედ არის ჩვეულებრივი მოცემულობა და ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს ამაში ინვესტირებას. რა თქმა უნდა, ეხლა ვიღაცები თავს იკავებენ,
სხვადასხვა მიზეზების ფაქტორების გამო, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მომენტია ალბათ ნებისმიერ სხვა ბიზნესში. ანუ ერთი სიტყვით რო შევაჯამოთ, მზის ენერგეტიკა ჩვენ შეუძლებელით რომ გაგვიხადა და ეს ჩვეულებრივ ადამიანებამდე დასვლადი ტექნოლოგია რა. ანუ უკვე კითხვა არის, მისო იმ მზის პანელი რამდენი ხანი იმუშავებს, რავი, გაძლებს, არ გაძლებს, გაამართლებს, არ გაამართლებს, ხო ეს ქართულების კითხვა რომ გაამართლებს, ხო, ну აი გაამართლებს კი და ხო, თან წლებიც ხო საჭირო ამისთვის ხა 2027-ში დავიწყეთ ეს ამბავი და უკვე ამის 9 წელი არის. 2017-ში. ხო, ბოდიში ხო 27-ში. ხო, როცა დაიწყეთ, მაშინ მეც მახსოვს, რომ BMG მაშინაც აშუქებდა ამ თემებს, შენ მოდიოდი სტუმრად და უბრალოდ საუბრობდით, ხო, ძალიან ისეთი იყო ტექნოლოგია, ჯერ ძვირი იყო მაშინ ტექნოლოგია. არ იყო ეს ტექნოლოგია და რაღაცა როლიც ჰქონდა და პასუხისმგებლობაც რომ განათლების და აი მიღებლობის ნაწილში თქვენი როლიც ყოფილიყო რა, ახლა რაღაცა მზის პანელი გავყიდე, არ დაგიწყიათ, შესაბამისად ამას შედეგი გამოიღო. ბიზნესები როგორ განსხვავდება? მსხვილი, საშუალო, მცირე, ვინ არის უფრო მეტად აქტიური? მიღებლობა ვის მეტი აქვს? კი, შენს პირველ კითხვაზე მიპასუხია ბოლომდე და მოდი მაგას უპასუხოთ, ანუ როი იკითხე, ანუ უგება იკითხე და ამდენად ფინანსურად სარგებლიანი იყო. შაშან იყო რეკორდული ვარდნა მზის პანელებზე ფასის. და ანუ ისტორიული მინიმუმი იყო რა, მოდი ასე ვთქვათ და აი ნეტო აღრიცხვის ფარგლებში ვიღაცა რო აყენებდა მზის ელექტროსადგურს, ქონდა 3 წელიწადში უკუგება. ანუ რო შეხედო, დაახლოებით 33% ქონდა კაპიტალზე სარგებელი, რაც საქართველოში ვერ დამისახელებ ბიზნესს, სადაც ფულის ინვესტირებას აკეთებ, სხვა მუშაობს და ამ შემთხვევაში მზე და 33% გაქვს სარგებელი კაპიტალს. ენერგეტიკაში ამ ხელა სარგებელი არის აი ძალიან იშვიათობა. თითქმის არ არის. აქვს შეიძლება ქონდეს რამოდენიმე ჰესის პროექტს, რომელიცაც აი განსაკუთრებით კარგი განლაგება აქვს. აქედან გამომდინარე, ამან მისცა აი ეს ბუმი, კი, მაგან გამოიწვია და მეორე კითხვა რაც დამისვი, ბიზნესი. რა თქმა უნდა, ბიზნესი აქტიურობს. იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესის ტარიფი მაღალი არის, გაცილებით, ვიდრე ჩვეულებრივ სახში ფიზიკური პირის. ჩვენთან შებრუნებული არის ეს ყველაფერი, ვიცით რატომაც არის ქვეყანაში სოციალური ფონის გამო, რომ მოსახლეობის რაღაც ქვედა დონეს რომელიც დაბალ ხო სუბსიდირებულია, მოდი ესე ვთქვათ და ბიზნესი იხდის იმ ტარიფს, ანუ საბოლოო ჯამში ვიღაცამ უნდა გადაიხადოს, ანუ ესეა წესი ნებისმიერ, რა ვიცი, ეკონომიკაში, ენერგეტიკაში, ანუ ვიღაცა ყოველთვის იხდის იმ ენერგიის ხარჯს. ის ენერგიის ხარჯი შესული არის ბიზნესის ტარიფში. ანუ თუ ვიღაცას გონია რომ სახში 20 თეთრი აქვს პირობითად თუ იძახი ელექტროენერგიის გადასახადი და ბიზნეს 30 თეთრი აქვს რა და ამიჯერეთ რო შედის აი მაღაზიაში იმ 30 თეთრში იმ 30 თეთრში გათვალისწინებული ენერგიის ხარჯი იქ არის იმ პომიდორს რო ყიდულობს იქ აქვს ხო და მაგისთვის კომისია შექმნილი კიდე ფასების ხო ასე რომ ხო და უმეტეს მაგ კომპონენტს ეხა ხო შორს ნუ წავალ სპეკებზია ლაპარაკი და ხო შორს ნუ წავალთ მაგ ამბავში თუმცა ხო აქტიურობა უფრო მეტად იყო ბიზნესის მხრიდან რომ ვინაიდან ბიზნესის ტარიფი მაღალია და იმათ უფრო მაღალი საქვთ ასე ვთქვათ ხარჯიანობა და პროექტი როდესაც ხო მაგრამ მცირე თუ საშუალო თუ დიდი ბიზნესი ყველა აბსოლუტურად ყველა მე ვიტყოდი უფრო საშუალო და დიდი ბიზნესი იყო და რჩება ჩვენს მომხმარებლად აგერ კოკა-კოლა ახსენე და მათი საწარმოც აღჭურვილი არის მზის ელექტროსადგური ჩვენ დავაყენეთ და ისინი ფიქრობენ ანუ არა მხოლოდ ენერგიის დაზოგვის კუთხით ფიქრობენ არამედ გლობალური სტრატეგია აქვს ახლა ამ შემთხვევაში კოკა-კოლას და სხვა საწარმოებსაც აქვს გლობალური სტრატეგია რომ უნდა შეამცირონ ანუ გამოიყენონ მწვანე ენერგია თავიანთი წარმოებისას ხო კი ბატონო როდის მოვა დრო და ფიქრობ თუ არა მოვა ეგ დრო რომ მეზობლისგან იყიდის ელექტროენერგია, თქვათ გზის პანელი გამოვიდა. ნოსული არის ეგ დრო. კი. აი გაგიკვირდა, აი მაგალითად ჩვენი ოფისის მაგალითზე გეტყვი, რომ ჩვენმა თანამშრომლებთან არა ირიბად ვაიძულებთ, რომ ელექტრომობილებზე გადასხდნენ და ერთს ახლა ტესლა ყავს, მეორეს Chevrolet Volt ყავს, მესამესაც ახლა ტესლა ეყოლება მალე და ჩვენი მეზობლის სახურავზე აყენია მზის ელექტროსადგური
რომლითაც ხდება ელექტროენერგიის გადანაწილება მეზობლებზე, ანუ ჩემზე და კიდე სხვაზე. და ამ ელექტრომობილებით, რომლებსაც ასე ვთქვათ, რომლითაც ჩვენი თანამშრომლები დამუხტავენ ჩვენს მეზობლებთან, ანუ ეს მეზობლები ამ ელექტროლოგიას ტექნიკურად ყიდიან ამ ელექტრომობილების მეპატრონეებზე. ანუ უკვე პატარა რაღაცა ეკოსისტემა აიწყო. მაგრამ მაგ ეკოსისტემის Helios Energy-ის კომპანიის აწყობა ეგრე დაიწყო მეზობლებიდან როგორც ვთქვი. ყველას დაუმონტაჟე და ამ ეკოსისტემის აწყობა კი, მეზობლებსაც და ხო, ჩვენი ყველაზე მეტი ასე ვთქვათ, მოწადინება არის, რომ გვინდა ფიზიკური პირები იყვნენ და ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები იყვნენ ამ ამბავში ჩართულები. იმიტომ რომ კი ჩვენ ეს ხშირად ვამბობთ ხოლმე, ჩვენ ფულს არ შოულობთ და ვერ შოულობთ ფიზიკური პირებით, ანუ ფიზიკურ პირებთან მონტაჟით, ძირითადად ჩვენი მომხმარებლები არის ბიზნესი, კი და დიდი სადგურები ჩვენ ამასთან ელექტროენერგიასაც ვაწარმოებთ და ვყიდით და შესაბამისად ამ გვინდა რომ ეს ფიზიკური პირები ჩართული იყოს. რატო არის მნიშვნელოვანი რა? თითოეული ადამიანისთვის ამ ყველაფრის მიტანა ტექნოლოგიურ დონეზე ცნობიერებას ცulis რა. ანუ წარმოიდგინეთ რომ უბანში უცებ შეიქმნა რაღაცა ასე ვთქვათ ჯგუფი, მოცემულობა, ვიღაცა ელექტროენერგიას აწარმოებს, ვიღაცამ პარკინგის ადგილი გააქირავა, ვიღაცამ ელექტრომობილის დასამუხტი სადგური გააკეთა. ანუ ეს ინფრასტრუქტურა მოაწყდა და ვიღაცა ამ ყველაფერში იხდის ფულს. ანუ ჩვეულებრივი ისაა და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ნახეთ რა, ანუ ელექტროენერგია ვაწარმოეთ ჩვენ თვითონ და ეს ელექტრომობილებზე გადაადგილებაში, ანუ არ დავუწვით თბოსადგურში გაზი და ის ვიღაცას ტესლა ვისაც ყავს, რავი, დიზელი არ იყიდა რა. ანუ ფული დარჩა ქვეყანაში. აი ეს გვინდა რომ რაღაცა დაბალ დონეზე, იმიტომ რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში რიგითი ადამიანებით იწყება რა. ხო, ცხადია. და ინტერესის გაღვივა გამოიწვევს რაღაცა უფრო მასშტაბს რა ადამიანებში, თავისთავად ცხადია. ენერგიის შენახვა. არის აი ყველაზე დიდი პრობლემა. ბიზნესი ვერ ინახავს მაგალითად. ამ ენერგიას მიზეზი რა არის ამის? ერთი მხრივ რაღაც კოსმოსური ფასები თუ რაღაცა კანონმდებლობა, ანუ რა ბარიერებია მოკლედ ამ ნაწილში და როდის შეიძლება ეს ბარიერები გადაივახოს? ხო, ჯერ ის იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ ზოგადად განახლებად ენერგიებს ჭირდება შენახვა. იმიტომ რომ ჩვენ აგერ დღეს მაგალითად მზე არ არის, გუშინ იყო ფანტასტიკური მზე, გუშინ ვაწარმოეთ იმდენი ელექტროენერგია, რომ საწაგვებო არ ვიცოდით, ხო? ეს მოცემულობები არის თან შენახვა არა მარტო პრობლემური არა მხოლოდ მაგალითად ღირამის ჭრილში შენახვა, ავიწყი ერთი კვირის ჭრილში შენახვა, არამედ სეზონური შენახვები რა, მაგალითად ზაფხულში ჩვენ ძალიან ბევრი ენერგია გვაქვს და ჩვენ ამას ვერ ვინახავთ და ვერ გადაგვაქვს ზამთრის პერიოდზე. რაც მომგებიანი იქნებოდა რა თქმა უნდა, კი, ანუ ამ კუთხით აი შენახვის ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც კი შენახვის ტექნოლოგიები გახდება ხელმისაწვდომი, რას გულისხმობ ხელმისაწვდომი, ანუ ფასის თვალსაზრისით ჩვენთვის ვიძახი, იმიტომ აქ არის გლობალური ბაზარი. აღარ ჩვენთან შეხედო დაახლოებით 10 ცენტი ღირს ელექტროენერგია. კომერციულ ტარიფს გულისხმობ რა, 10-დან 11 ცენტამდე. ძვირი ღირს რა. პირობითად აი მაგალითად რო გითხრა ხა 1 კილოვატის შემნახველები ლითიუმის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, ხო? დაახლოებით $250 არის დღეს საბაზრო ფასი, რომ 1 კილოვატი დააყენო და ეს ასე ვთქვათ თან გეუბნები ამ ყველაფერს დიდ მასშტაბზე, პატარა მასშტაბზე კიდე გაცილებით ძვირი ღირს რა. აქედან გამომდინარე ეს შენახვის ტექნოლოგიები ვინაიდან გლობალური ბაზარია და ჩვენ ამ გლობალურ ბაზარში ელექტროენერგიის ფასი კიდევ უფრო დაბალი გვაქვს, ხო? ამიტომ ეს შენახვის ტექნოლოგიები ჩვენთან ჯერ კიდევ ითვლება ძვირ ასე ვთქვათ ტექნოლოგიად განსხვავებით მზის ელექტროსადგურის ტექნოლოგიისა. ანუ იქ კი აწარმოებ ელექტროენერგიას, მაგრამ შენახვით ვერ ინახავ. მაგრამ ნახეთ როგორ უნდა შევხედოთ ჩვენ ამას, რომ მარტო არ უნდა უყუროთ ამას, რომ ჩვენ სააკუმულატორო სისტემები უნდა დავაყენოთ ლითიუმზე დაფუძნებული, იმიტომ რომ აქ კიდე გლობალურად საფიქრალია, ქვეყანა სტრატეგიულად საფიქრალია იმ თვალსაზრისით, რომ აბსოლუტური დამოკიდებულება გაქვს მერე ჩინეთზე და ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე, რომელიც ამ ტექნოლოგიას აწარმოებს. ჩვენ რაც მოგვიხსნის ამ დამოკიდებულებას, ეს არის რეზერვუარიანი ჰესები. ოღონდ არ გულისხმობ ჰეს რა, შეიძლება იყოს შემნახველი
რეზერვუარი. სადაც მაგალითად წყლის ატომბვა ხდება დღის განმავლობაში, როცა სიჭარბე გაქვს და მე საღამოთი ამას უკან იღებ. ეხლა მაგალითად ჩინეთში განავითარეს კინეტიკური შენახვა, ანუ ძალიან მძიმე ბეტონის ფილებს ზემოთ ეწევიან და მე საღამოთი ამას ნელ-ნელა უშვებენ და ეს ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ანუ კინეტიკური ენერგიით. აქედან გამომდინარე, შენახვა გამოწვევად რჩება, არა მხოლოდ ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ფასის თვალსაზრისითაც და ეხლა წერაც კითხვაში თქვი ეს იყო რომ აი სახელმწიფო რაში უწყობს ხელს ამ ეტაპზე არაფერში, ანუ ჩვენ ფაქტიურად არ გვაქვს შენახვის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რაიმე მხარდაჭერა. ანუ ესეთი კუთხით არ დგას საკითხი, რომ რაღაცა სააკუმულატორო სისტემებს, შემნახვის სისტემებს რაღაც მხარდაჭერა აქვს სპეციფიური, არანაირი არაფერი. არა, ჭირდება? კი, რა თქმა უნდა, ჩვენ მე ყოველთვის მაგას ვამბობ, უნდა გადავიდეთ დღე-ღამის ტარიფზე. იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი მაგის წახალისების. ანუ ჩვენ ვიტყვით რომ ელექტროენერგია დილით და საღამოთი უფრო ძვირიღის, ანუ უნდა ვთქვა ზოგადად როდის გვჭირდება უფრო მეტი ელექტროენერგია და იმის და მიხედვით მომხმარებლები ვაიძულოთ ღამით მაგალითად არ მოვიყავ, ეხა ელექტრომობილს როდის მოხდა? დღისით ხომ? რატომ? როდესაც შეგიძლია ღამით დამუხტო, როდესაც სისტემაზე ტვირთი მოხსნილი არის. აი ამ კუთხით საფიქრალი არის და მე როდესაც გვექნება დიფერენცირებული ტარიფები, ხო, უკვე შენახვის ტექნოლოგია მოიკიდებს ფეხს. რაც ჩვენ გვაკლია არის ეს, რომ უფრო მეტი არის ხალხთან სამუშაო და ვერც ერთმა ხელისუფლებმა, ძველმა ახალმა, რა ვიცი, ნებისმიერმა 90-იან წლებშიც, რა ვიცი, ვერ შეძლო ადამიანებთან საუბარი, რომ დაერწმუნებინა და აეხსნა რატო არის საჭირო ეს ყველაფერი. რატოა საჭირო ენერგოდამოკიდება? და რატო და თან ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვერ შევიმუშავეთ მოდელი, თუ როგორ მიიღებს ერთი რიგითი, რა ვიცი, რომელიღაცა პირობითად ფერმერი გლეხი და მოსახლე სადღაცას, რა ვიცი, ხეობაში რომელიც ცხოვრობს, იმ ყველაფრიდან სიკეთეს და სარგებელს, როგორც მაგალითად იღებ ნორვეგიაში. ხო? ვერ შევქმნით ეს სისტემა და ეს რჩება ქვეყნისთვის გამოწვევად. იმიტომ რომ როგორ შეიძლება ხა თქვენ ფიქრობთ რომ შვეიცარიელს და ნორვეგიელს ნაკლებად უყვარს თავისი ქვეყანა და თავისი რა ვიცი ბუნება და არ დატბორა, ანუ დატბორავდა იმას, არ შეეწინააღმდეგა, ანუ გააზრებული ქონდა რა საკეთებდა რა ხო ხდები, ჩვენთან ეს არ არის გააზრებული. ელექტრომობილების მიმართულებით საკმაოდ გათვითცნობიერებული ხარ შენ. კი, ჩვენ ლეოპარდს თუ იცნობ და BYD-ს ზოგადად ამ ბრენდს მაინტერესებს. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ კომპანია Helios Energy-ში არის Space-ი, რომელიც მათ დაიწყო ასევე აქტიურობა და საქმიანობა 2017 წელი იყო თუ 16 წელი იყო, როდესაც დაიწყეს ამ მიმართულებით, მაშინაც არაფერი არ ხდებოდა, ჩათვალეთ რომ რავი რამოდენიმე ელექტრომობილი იყო, ხო, Nissan Leaf იყო 100 კილომეტრზე მეც ვერ გადიოდა, აი იყო რეალობა, მე მყავდა პირველი Nissan Leaf-ი, ჩვენ მაშინ დავპარტნიორდით Space Helios Energy-ში ფლობს რაღაც კონკრეტულ წილს და სტრატეგიულად ეს ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი არის. რომ ეს მიმართულება განვავითაროთ, ჩვენ ცოტა ხნის წინ მაგალითად SOCAR-თან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, მან დავეხმარეთ, რომ ეს თქვენ დაეხმარეთ. აი აქ მივდივარ ზუსტად, ეგ მინდა და მე თქვა რომ ამ SOCAR-ის ტიპის კომპანიები, ამ ხელ კომპანიები თუ ამ მიმართულებით რაღაც ინვესტიციებს განახორციელებენ, ამან შეიძლება რაღაც გარდამტეხი როლი ითამაშოს, იმიტომ რომ ეს რთულია რა, აი პატარმა კომპანიებმა ამდენი სადგურები, აი ამ ტიპის სადგურის მოწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო და ნახე ეს მოყოლა, იმიტომ 2017-18 წლებში ხათრით აყენებდნენ. ხათრით აყენებდნენ. ეხლა უკვე როცა ვესაუბრებით ხოლმე მაგალითად Vissol-ს ვესაუბრებით, SOCAR-ი ხო ჩვენი პარტნიორი არის, ანუ ისინი უკვე ამ ყველაფერს მომგებიანად მიიჩნევენ. ამიტომ ერთი არ ნახე და უკვე ორი რაღაცა ემთხოვა ერთმანეთს, მომგებიანობა და თან ამასთანავე ეკოლოგია. და აქედან გამომდინარე ეს ორი დამთხევა ქმნის იმას, რომ განვითარება უკვე შესაძლებელი არის. და მე ვფიქრობ, რომ ცოტა ხანში წერან ჰიბრიდებზე და იმაზე მოვიყვან პრიუსის მაგალითზე, ცოტა ხანში, რავი, სავარაუდოდ 5-6 წელიწადში ელექტრომობილები, თან ჩინური ელექტრომობილები ჩვეულებრივი მოცემულობა იქნება BYD-ის იგივე ისევე როგორც აგეთ Toyota Prius ჭირდებოდა რაღაცა პერიოდში აღიარება, ხო? აქაც მომხმარებელი ამას გაიცნობს და ინდობა შემდგომ. ეს ზუსტად ტექნოლოგიის მიმართ ნდობის მომენტები არის და ეს უკვე რაღაცა ეტაპზე სახეზე რა უნდა ვთქვა მე BYD-ზე გადასწრებულია ყველანაირი განვითარებით, რა ვიცი, ევროპულ და ამერიკულ
ბრენდებზე. მე რო ვიყავი იმაში ჩინეთში ხშირად ჩავდივართ ხოლმე, ვერ ნახავ ტაქსს, რომელიც ჩვეულებრივ საწვავზე არის. ანუ ყველა ელექტროა, ყველა BYD-ია და ძალიან ბევრი BYD დადის. ძალიან ბევრი და ამისე რომ ეს არის ძალიან სანდო ხარისხიანი ბრენდი. ჩვენ კომპანიაში ყავს ერთი BYD. მოვაკითხეთ. რა შესანიშნავად გამოიყურება? კი, ნამდვილად, რაღაცა ესეთი გამწვანებული. ხო, ეს სადგური ფუტური. ისე გამოიყურება, როგორც უნდა გამოიყურებოდეს. კი, კი. დამტენების სადგური. 4 სწრაფ დამტენის პორტია და იქითკენ არის ნელი დამუხტვის პორტები ასევე. აი პრიუსი შემოვიდა, ხედავ? და გავიდა. გავიდა, ეგონა რომ აქ გაზაფრავკებდა, მაგრამ ვერ გაზაფრავ. პრიუსი შემოვიდა და გავიდა. პრიუსის დრო წავიდა. ეხლა ჩვენი დროა. ხო, აი ესეთი ამბავია. ხო, თუმცა მე არ ვემხრობი, იმიტომ რომ დატენვადი ჰიბრიდი ისეთ ქვეყნებში ჭირდება, სადაც გზელი მანძილები, რაღაცა ჩვენ არა ვართ გზელი დიდი ქვეყანა რა, სამწუხაროდ. ჩვენ ზომავთ ესე რომ ბათუმან მეჩავა და ბათუმ 450. სოხუმშო დავიბრუნე, მე გავზომავთ ალბათ კიდე 100 კილომეტრს დავამატებთ, მაგრამ მანამდე ტექნოლოგია ისე იქნება, რომ ამას რამდენი კილომეტრის გავლა შეუძლია. 550. ბათუმამდე ჩახვალ უპრობლემოდ. ყავას დალევ და ყავას დალევ. ეს არის BYD-ის ქვებრენდი, პრემიალურ ხაზში. Feng Cheng Bao ესე ქვია, ყველაზე კომპაქტური და აგრესიული სრულად ელექტრო SUV-ია. შექმნილია მათთვის, ვისაც ელექტრომობილი სურს და თან სათამაშოსავით არ გამოიყურებოდეს. ცოტა ისეთი აგრესიული ტიპია. ხო, ნაკვთები. სრული ამძრავია, 2 ელექტროძრავი აქვს, ჯამში დაახლოებით 420 ცხენის ძალა, აჩქარება სხვათა შორის 4.9 წამი. 100 კილომეტრამდე. ავტონომიური სვლა არის დაახლოებით 500-დან 600 კილომეტრამდე. ეს გააჩნია როგორი მოცემულობა ამინდის ხრივ ეს მნიშვნელოვანია. მარტივი წესებია. წითელი არის არა. ყვითელი არის აი ნაწილობრივ ეთანხმები ორივე და მწვანე არის ეთანხმები. საქართველო 10 წლის შემდეგ ენერგოექსპორტიორი ქვეყანა იქნება მხოლოდ მზის და ქარის ხარჯზე? რა ჩამწელ კითხებს? შუქნიშნის ფერები არ გეყოფა. ყვითელი და მწვანე რო შეაჯვარო, რა ფერი გამოგდის? არ ვიცი რა ფერი გამოდის. ხატრებმა იციან ალბათ. ხო, აი სადღაც მან. ყვითელი და მწვანე. ყვითელი და მწვანე. ორივე ავანთო. კი. კრიპტომაინინგი მზის პანელებზე გამართლებული ბიზნეს მოდელია? ყვითელი. მზის პანელების დამონტაჟება ყველა ახალ აშენებულ კორპუსზე სავალდებულო უნდა იყოს? მწვანე. მზის პანელებიანი სახლი, საუკეთესო გზა მეზობლების შურის გამოსაწვევად? კი, ყვითელი. ნული რომ მოგზდენის. კი. მასკი გირეკავს და გეუბნება თორნიკე, ჰელიოსი მინდა ვიყიდო. ეგრევე გაყიდდი? არო, საერთოდ არ გავყიდ წითელი, იმიტომ რომ Solar City ქონდა ამერიკაში და გააკოტრა. საქართველოს ენერგია უნდა იყიდოს რუსეთისგან. აუ, წითელი ხაზია ჩვენთვის. წითელი ხაზია.